ამ ადგილას სამი თვე რაც ვარ და მივხვდი რომ კულინარია ის საქმეა, რომელიც მთელი ცხოვრება მინდა ვაკეთო. ჩემს სამუშაო დღე იწყება. აი მივიღე პირველი დავალება და ვაკეთებ ქათმის და ავოკადოს სალატს. მოკლედ ქათამი მზად არის და ეხლა ქათმის და ავოკადოს სალატს გავაწყობთ. ეხლა გავაფორმოთ ავოკადოთი. და პარმეზანი. აქ სულ ესეთი საგიჟეთია, მაგრამ სწორედ ეს მომწონს აქ ყველაზე მეტად. ჩემი სამუშაო დღე თითქმის უკვე დასრულდა, ეხლა წავალ და ჩემ მეგობრებს გავუკეთებ მრიგოლებს. მოკლედ უკვე ჩემს სამზარეულოში ვარ და ვიწყებ ჩემი მეგობრებისთვის ჩემი საფირმო პასტის გაკეთებას. ამ სამზარეულოში იშვიათად მიწევს ყოფნა საერთოდ, იმიტომ რომ დედაჩემიც საოცარი მზარეულია და არ მიშვებს ხოლმე. სწორედ მისგან მომყვება სურვილი ამ პროფესიის დაუფლების. ეხლა რასაც ვაკეთებ, ეს არის ბოლონეზე. მაგრამ ზოგადად ჩემი გაკეთებული ბოლონეზე განსხვავდება თავისი პამიდრის соусით. კულინარია როგორც პროფესია ჩემთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა საინტერესო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემ ოჯახში დიასახლისი საოცარი მზარეულია, ხშირად მიწევდა ყურება იმისთვის თუ როგორ მზადდებოდა სხვადასხვა კერძები და მეც აი უკვე 16-17 წლის ასაკიდან ჩავერთე ამ ყველაფერში. შესაბამისად დამაინტერესა და უკვე როდესაც მე თვითონაც დავინახე, რომ ხალხი არაფასებდა თუდად იმას, რასაც ვაკეთებდი, მეუბნებოდნენ, რომ რაღაცა ცოტა ბერა ჩემშურდა ხოლმე ჩემი, იმიტომ რომ ხანდახან იყო, რომ კეთესად გამოგდის და რაღაცა მსგავსი ხუმრობები და შესაბამისად გადავწყვიტე, რომ მეცადა, რომ გამევა პრაქტიკა. მალევე შევეგუე იმ ადგილს, ან თვითონ სამზარეულოს, შეიძლება შეგეძლოს კერძის კარგად გაკეთება, მაგრამ თვითონ თუ ვერ ეგუები როგორც პროფესიას, მაშინ არ გამოვა შენგან კარგი მზარეული, ვერ იზამ ამ ყველაფერს. ერთადერთი შეცდომა, რაც დავუშვი, იყო ის, რომ თავიდანვე ვერ აღმოვაჩინე ის, რაც მინდოდა და ჩავაბარე სოციოლოგიაზე. მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მე მგონი, რომ დროზე მოვახერხე და დროზე შევიცვალე პროფესია. ეხლა უკვე ავიღე აკადემიური წელი უნივერსიტეტში და ვაგრძელებ პროფესიული კურსების გავლას ამ განხრით ზუსტად. და აი უკვე შემდეგ წელს მინდა რომ საზღვარგარეთაც წავიდე და მერე დაუბრუნდე თბილისში ახალი ცოდნით და შესაძლებლობებით. ვიწყებ соусის კეთებას, ჩემი განსაკუთრებული соусის კეთებას, რომელიც იმით არის განსაკუთრებული, რომ სხვანაირად ვაზავებ, ითუშება დარიჩინში, რაც ძალიან მაგარ გემოსაძლებს. ეს დაფნის ფოთოლი არის კიდევ ერთი ინგრედიენტი, რომელიც ალბათ ერთ-ერთი საიდუმლო ინგრედიენტიც გამოდის. მართლა ძალიან მაგარი სუნი აქვს. ამ соусს უშვები ნაღებს. ზოგადად ბოლონეზეს არ უკეთებენ ნაღებს, მაგრამ ისედაც არატრადიციულად ვაკეთებ და ბარემ ისე როგორც მე მიყვარს. კერძი უკვე მზად არის. მართლა ძალიან გემრიელია. ჩემი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ყოველთვის ყოველს მოსწონდეს ჩემი გაკეთებული კერძები. დარწმუნებული ვარ, რომ მე მართლა გავხდები შეფი.